გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი. როგორც სიმონ გულედანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანია და ამას სასამართლოც დაადასტურებს. გულედანის თქმით, სწორედ ფოტოგრაფთა კლუბის მიერ ტერიტორიის დატოვების შემდეგ დაიწყება მუშაობა იმ პროექტის განხორციელებისთვის, რაც მერიამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა. კონკრეტულად მერია აღნიშნულ სივრცეში გეგმავს ინოვაციების ცენტრის მოწყობას ახალგაზრდებისთვის, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით. სწორედ ინოვაციების ცენტრის მოწყობაა მიზეზი, რის გამოც მუნიციპალიტეტმა საკუთარი ქონების დაბრუნება მოითხოვა. ჯერ სანამ სასამართლოს მივმართეთ თვითონ ფოტოგრაფთა კლუბის ადმინისტრაციას ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვაცნობთ წერილობით არაერთხელ, რის შემდგომაც მოკლედ მოხდა ხელშეკრულების ასე რომ ვთქვათ შეწყვეტა და მე იქიდან გამომდინარე რომ არ დატოვეს ფართი, ჩვენ კანონის ფარგლებში მივმართეთ კანონის აღსრულებას სასამართლოს. არაფერი არ დაწყებულა ამ ეტაპის, იქიდან გამომდინარე რომ თვითონ არიან ამ ეტაპზე შენობაში, მიმდინარეობს სასამართლო წარმოება და გადაწყვეტილებას ველოდებით.